მოგესალმებით, მეგობრებო, სიკეთეს, სიხარულს და დღეგრძელობას გისურვებთ. ძალიან გულდასაწყვეტია ტენდენციური მიდგომა და დამოკიდებულება იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც მოგვიწოდებენ, რომ სულიერად ვიცხოვროთ და ღვთის დიდებაში გავატაროთ ჩვენი დარჩენილი ცხოვრება. ამ სურვილში, რა თქმა უნდა, ცუდი არაფერია, მაგრამ როდესაც წყემსი კეთილი გქვია და ეკლესიის საჭეთ მყრობელი თავად უნდა იძლეოდე ამ ყველაფრის მაგალითს და ადამიანებს ამასთანავე აძლევდა мотивაციასაც, რომ მეტად მოწადინებულები იყვნენ და მეტად გამოკვდნენ იმ გზაზე, რომელიც თავად აირჩიე და რომელსაც სამეუფო გზას უწოდებ. მაგრამ როდესაც ხედავ, რომ გადაწყვეტილებები ტენდენციურია, მიდგომები ძალიან სუბიექტურია, უამრავი კითხვა ჩნდება, რა თქმა უნდა, და გულის ტკივილთან ერთად აბსოლუტურად დაუცველობის სინდრომიც გაწუხებს, რადგან ჩვენ თუ ვთვლით, რომ ქვეყანა წინ უნდა წავიდეს, უნდა განვითარდეს და ეკლესიამ თავისი სახელი დაიბრუნოს და იდგეს მოწოდების სიმაღლეზე, პირველ რიგში უნდა უსმენდე და ყურადღებას აქცევდე კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, თუ რა აწუხებს. შეიძლება აბსოლუტურად ცდებიან, მაგრამ მათთან პოლემიკა და მათთან დიალოგი აუცილებელია. სხვა შემთხვევაში მოწინააღმდეგეების რიგი, რა თქმა უნდა, უფრო გაიზრდება და ეკლესია აუცილებლად დაცარიელდება ჯანსაღად მორწმუნე ადამიანებისაგან და ფარისევლები და ერთუჯრედიანი ფანატიკოსები ტაძარში იდგებიან თუ ტაძრის გარეთ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მათ საერთოდ არ აინტერესებთ კრიტიკული აზრი, საერთოდ არ აინტერესებთ სიმართლე და სამართლიანობა, რადგან იმათ თუ წინ დააყენებ რომელიმე კერპს, არმაზის კერპს ან ზადენის კერპს და ეთყვი თაყვანი ეციო, მის თაყვანისცემასაც დაიწყებენ და იტყვიან, ჩვენ აი ვემორჩილებით უპირობოთ. ბრმად მორჩილება არ არის სახარებისეული სწავლება და იესო არსად არ გვეუბნება, რომ ბრმად მორჩილი იყავიო. პირიქით კი ამბობს, მორწმუნე ადამიანი მონაა ღვთისა, განათლებული მორწმუნე კი მეგობარია ღვთისა. დღეს ერს, მრევლს, ეკლესიას, რაც ყველაზე მეტად აკლია, ეს არის ცოდნა. დიახ, ამ დროს მართლმადიდებლობა ეს არის მწიგნობრული რელიგია და არსად არ უარყოფს რელიგია მართლმადიდებლობა წიგნიერებას და სწავლა-განათლებას. პირიქით, თქვენ იცით, სწავლა-განათლების კერები ყოველთვის იყო ეკლესია მონასტრებში და ყოველთვის იყო მოწინავე ქართული საგანმანათლებლო კერები არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ. მაგალითად, შემიძლია გითხრათ, ათონის მთაზე, ივერონის მონასტერი, გარდა იმისა, რომ იქ ქართველი მამები მოღვაწეობდნენ, უდიდესი წიგნობრული საქმიანობა იყო გაჩაღებული ათონის მთაზე. ამას გარდა სინას მთაზე, შავ მთაზე, პალესტინაში და ასე შემდეგ. ბოლოს კი გამოიკვეთა ჩვენთანაც ეს ტენდენცია და დაარსდა როგორც იყალთოს, ისე გელათის აკადემიები, საიდანაც უდიდესი მწიგნობრული ადამიანები გამოდიოდნენ და ისევ ჩვენს ქვეყანას ხმარდებოდა მათი ცოდნა, სწავლა და განათლება. როდესაც ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ეკლესიამ უნდა აუცილებლად ორიენტირი აიღოს მართლმადიდებლობაზე, სახარებისეულ სწავლებაზე, თუ კი სახარებას სწორად არ მივაწვდით მრევლს და ფანატიკურად გამოვზრდით, ჩვენ ვიქნებით კრიმინალები და მოძალადეები, რადგან ზოგიერთს გონია თუ სხვაზე იძალადებს ფიზიკურად, მორალურად, სულიერად, სიტყვიერად, ამით იცავს მართლმადიდებლობას. ზუსტად ეს არის დამახინჯებული სწავლება და მოძღვრება, რომელიც დაინერგა დღევანდელ ეკლესიაში და მას ხედავენ ის ეგრეთ წოდებული მორწმუნეები სინამდვილეში ღვთის პირიდან გადავარდნილები, წერა-კითხვის უცოდინარი დაჯგუფება, რომლებიც მერე უკვე ნიჭიერ ინტელექტუალურ ხალხზე ძალადობენ, რადგან ისინი არასწორად მიაჩნიათ და თავიანთი არასწორი სწავლება და მოძღვრება კი დააკანონეს. ეს იმის გამოა, როდესაც ქვეყნის პირველი პირი ეკლესიიდან გდევნის, გაიძულებს, რომ ეკლესია დატოვო, ქვეყანა დატოვო, ოჯახის წევრებს დაიმშვიდობო და ემიგრაციაში გადმოიხვეწო, დანარჩენი ბრბო, რომელიც მათ გამოზარდეს, თვლიან, რომ ეს ადამიანები არ უნდა იყვნენ ქვეყანაში და მართალი ყოფილა პატრიარქი შიო, რომ ისინი გააძევა ქვეყნიდან. პატრიარქმა შიომ პოლიტიკური ნიშნით პირველი ჩემგან დაიწყო სასულიერო პირების დევნა ეკლესიაში. დიახ,
პოლიტიკური ნიშნით დაიწყო ჩემი დევნა, შემდეგ მოყვა ამას მამა დოროთე ყურაშვილი, შემდეგ მოყვა მამა ილია თოლორაია და ემუქრებიან სხვებსაც. მე ვარ ამაშიც პირველი ვისი დევნას დაიწყო ეკლესიაში ვარ მე იმის გამო რომ ვაკრიტიკებდი მოცემულობას რომელშიც ვიმყოფებოდით. არ შეიძლება ეკლესია იყოს ტენდენციური და მკაფიოდ გამოხატავდეს მის სუბიექტურ დამოკიდებულებას ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მიმართ. არ აქვს მნიშვნელობა ეს დღევანდელი ხელისუფლება იქნება თუ წარსული ხელისუფლება იქნებოდა თუ მომავალში ვინც მოვა ის იქნება. კონკორდატი რომელიც გაფორმდა ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის ჯერ კიდევ წლების წინ რომელიც მკაცრად უნდა იცავდეს ორივე მხრიდან თავიანთ უფლებებს დაირღვა რა თქმა უნდა და მე მიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი და ზოგადად ვფიქრობ რომ დღევანდელი ხელისუფლება არამხოლოდ ირიბად არამედ პირდაპირ ერევა საეკლესიო გადაწყვეტილებებში და პატრიარქი შიო კი ამას უპირობოდ ეთანხმება და ემორჩილება. წინამდეგ შემთხვევაში როგორი არასწორი აზრიც და შეხედულებაც უნდა მქონოდა. გნებავთ პოლიტიკურად ეკლესიიდან განდევნა, გაძევება და ქვეყნიდან მოშთობა ადამიანის არის არაკეთილსინდისიერი, არასულიერი, არაჰუმანური, არარელიგიური, არაადამიანური აქტი. იმიტომ რომ შენ არ ფიქრობ იმ ადამიანის ოჯახზე, იმ ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე და გგონია რომ ვინაიდან დღეს პარპაშობ და გონია რომ ვინაიდან დღეს ძალაუფლება გაგაჩნია, ასე გაგრძელდება დიდხანს და პასუხს არავინ მოგთხოვს. შეიძლება ადამიანურად პასუხი არავინ მოგთხოვოს, იმიტომ რომ ყველანაირი ტიპის ბერკეტი და ძალაუფლება ხელში გიჭირავს, მაგრამ ღვთის სამართალს ვერავინ ვერ დაემალება და ღვთისამართლის წინაშე ყველა თანაბარი ვართ. მე შემთხვევით არ დავიწყე სწავლა განათლებით, დიახ, სწორედ იმის გამო რომ სათანადო სწავლა განათლება არ გააჩნიათ ეკლესიაში, ზუსტად ამის გამო იღებენ არასწორ გადაწყვეტილებებს. ამასთანავე სწავლა განათლება იმიტომ ვახსენე, როდესაც დავით აღმაშენებელი მანამდე პერიოდიც ეკლესია მონასტრების გაძლიერებაზე ფიქრობდნენ, ყველაზე დიდ ყურადღებას აქცევდნენ განსწავლულ ადამიანებს და ალბათ გახსოვთ იოანე პეტრიცი გამოიხმეს უცხოეთიდან რომ ჩამოსულიყო საქართველოში და სწავლა განათლება და მისი გამოცდილება გაეზიარებინა ქართველი ერისათვის და უამრავი სხვა განსწავლული ადამიანები და მათი გათვალისწინების გარეშე თუნდაც შუა საუკუნეების საქართველოში მოწოდების სიმაღლეზე ვერ იდგებოდა ეკლესია, მაგრამ ჩვენმა სახელოვანმა წინაპრებმა კარგად იცოდა ცოდნის განათლების წიგნიერების ფასი. დავით აღმაშენებელმა ეს ყველაზე კარგად იცოდა, რომელიც თანაბრად ერთნაირად იცნობდა როგორც ბიბლიას, ისე ყურანს და ისე აღმოსავლურ რელიგიურ ფილოსოფიურ მიმდინარეობებს. რა თქმა უნდა, ყველაფერს კითხულობდა, მაგრამ მისი მთავარი ღმერთი იყო უფალი იესო ქრისტე და ის არ გმობდა სხვა რელიგიურ სწავლებას და მოძღვრებას დღევანდელი ფანატიკოსი სასულიერო პირებისაგან განსხვავებით, რომლებიც მოუწოდებენ სულიერ შვილებს ნებისმიერი რელიგიური წიგნი დაწვით გარდა ბიბლიისა, გარდა სახარებისაო. ამ დროს ნებისმიერი რელიგიური წიგნი არის ცოდნის განათლების გაღრმავების საშუალება და ნებისმიერ რელიგიურ წიგნს გააჩნია არსებობის უფლება. მაგრამ როდესაც შენ მოუწოდებ მრევლს და ასწავლი რომ წიგნი დაწვი, დახიე, გაანადგურე, ცეცხლს მიეცი და მოაშთვე, ამით იმ ადამიანს ასწავლი რომ უნდა იძალადო ქრისტეს სახელით ეკლესიაში და ჩვენ ძალიან მალე ისლამისტურ ქვეყნებს დავემსგავსებით და რელიგიას და ერთჩვენიერ დღეს ქუჩაში ქრისტეს სახელით შეიძლება ქვების სროლა დაგვიწყონ და ეს მშვენიერი დღე იყო ჩვენს არც თუ ისე შორეულ წარსულში და გავიხსენოთ ტაბურეტკების ისტორია, გავიხსენოთ ჯვრებით და ხატებით ვითომ მართლმადიდებლობის დაცვა სინამდვილეში კრიმინალი ადამიანებისაგან, რომლებისგანაც უნდა დავიცვათ თვითონ არიან საკუთარი თავი აქვთ დასაცავი ისევ საკუთარი თავისგან და ოჯახის წევრები ყავთ დასაცავი კიდე მათგან და ასეთი ადამიანები რელიგიას იცავენ სხვისი ლანძღვით, შეურაცხყოფით და ფიზიკური ძალადობის განხორციელებით. ეს ყველაფერი დაკანონდა ეკლესიაში, ამ ყველაფრის დაკანონებას რა თქმა უნდა იერარქია უწყობს ხელს და თუ კი დავით აღმაშენებელი იბრძოდა და ცდილობდა განათლებული სამდელოება, განათლებული ერის ხალხი მის გარშემო შემოეკრიბა
და ამის ნათელი მაგალითია თუნდაც ის, რომ უდიდეს ყურადღებას აქცევდა გიორგი მწიგნობართუხუცეს ჭყონდიდელის პიროვნებას. უდიდეს ყურადღებას აქცევდა განსწავლული ქართველების სამშობლოში დაბრუნებას. პატრიარქი შიო კი პირიქით გვეუბნება, სადაც გინდათ იქ წადით, რაც გინდათ ის აკეთეთ. ის რომ ზრუნავდეს ეკლესიაზე, ზრუნავდეს ქვეყანაზე, ზრუნავდეს სწავლა-განათლებაზე, ჩემნაირ ადამიანს კი არ უნდა უთხრა, სადაც გინდა იქ წადიო. ის კრიმინალები და მოძალადეები უნდა მოაშთოს ეკლესიიდან, რომელსაც მხარს უჭერს, რომელსაც უპირობოდ ყველაფერში ეთანხმება და რომელსაც აძლიერებს. კითხვა, რაში სჭირდება ბანდიტური დაჯგუფების, მოძალადე ჯგუფების გაძლიერება შიო მუჯირს ქართულ ეკლესიაში? სჭირდება აჟიოტაჟისთვის, სჭირდება ერთმანეთის დაპირისპირებისთვის, სჭირდება იმისათვის, რომ სწორედ მათზე დაამყაროს იმედი, როდესაც რაღაცა საკითხი მოხდება ისეთი, თუ საზოგადოებაში მისი ქადაგება თუ გამოსვლა პროტესტს ან წინააღმდეგობას გამოიწვევს. ეს ბანდიტური დაჯგუფება სჭირდება მას იმისათვის, რომ ზურგი გაუმაგრონ პატრიარქ შიო მუჯირს და სხვა დანარჩენ ადამიანებს დაუპირისპირონ, ვინც უპირობოდ არ დაეთანხმება მის მორიგ შეიძლება აბსურდულ ქადაგებებს. თორემ მის ნამდვილ სწავლა-განათლებაზე ზრუნავდეს და ფიქრობდეს, ჩემნაირ ადამიანს ტაქსის მძღოლად კი არ უნდა უშვებდეს და საშუალო სკოლა დამთავრებულებს წინამძღვრებად კი არ უნდა სვამდეს, მაგრამ ისინი იმიტომ არიან წინამძღვრები, რომ ყურმოჭრილი მონები არიან, იმიტომ რომ ადვილად ემორჩილებიან, იმიტომ რომ ადვილად თავდახრილებით განან და მე ვგონი ვართ ეკლესიის და ქვეყნის მტერი ამ დროს. მტერი ის არ არის, ვინც გულწრფელად პირდაპირ და ღიად საუბრობს პრობლემატიკაზე. მტერი ის არის, ვისაც საკუთარი აზრი არ გააჩნია, მაგრამ მოცემულ სიტუაციაში შეიძლება ისე გიღალატოს, თვალიც არ დაახამხამოს, თუ კი ეს მისი შემოსავლებისთვის სახარბიელო და ხელსაყრელი იქნება. დიახ, ასეთი ადამიანები დგანან დღეს ეკლესიის სათავეში, სამაგიეროდ განსწავლულები, ნიჭიერები, მწიგნობრები, განათლებულები იდევნებიან ეკლესიიდან, იდევნებიან ქვეყნიდან და ესენი ხდებიან ტაქსის მძღოლები, მიმტანები, დამლაგებლები. ოღონდ არ ვთაკილობ ამ პროფესიებს, თუმცა პური მეპურემ უნდა გამოაცხოს. ხო და როდესაც ადამიანებს არ მოსწონთ სიმართლის მოსმენა, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ტყუილად დადიან ეკლესიაში, ტყუილად ადიდებენ ღმერთს, რადგან ღმერთი მათ ლოცვას, ვედრებას არ შეისმენს, ვინაიდან ჩემშიც ღმერთია და ღმერთი ბრაზობს ჩემნაირ ადამიანს, რომ გააძევებენ ეკლესიიდან ნარკომანები და მრუშები, რომ არიან ეკლესიაში დაბანაკებულები. მე როგორც პატრიარქ შიოს მივეცი პირობა და საჯაროდაც განმაცხადი, არ ვაპირებ გაჩუმებას, იმიტომ რომ მე დასაკარგი არაფერი არ მაქვს, იმიტომ რომ მე საკუთარ თავზე მხოლოდ არ ვზრუნავ, მე მაწუხებს ის მდგომარეობა ეკლესიაში, რომ ახალგაზრდებისგან ეკლესია დაცლილია, საერთოდ დანახვა და გაგონება არ უნდათ სასულიერო პირების, ზუსტად იმ ტენდენციური მიდგომების გამო, ზუსტად იმ არასწორი გადაწყვეტილებების გამო, რასაც ადგილი აქვს ეკლესიაში. თუ ეს არ გამოსწორდა, თუ ამაზე არ დაფიქრდა პატრიარქი შიო, კიდევ უფრო მეტად განიძარცვება მადლისგან ქართული სამოციქულო ეკლესია, კიდევ უფრო მეტი ადამიანი დატოვებს ქართული ეკლესიის მრევლის რიგებს და ოღონდ იმიტომ კი არა, რომ ღმერთს გაემიჯნებიან უსამართლობას, გაემიჯნებიან ფარისევლობას და გაემიჯნებიან ქართულ ეკლესიაში დანერგილ სიყალბეს, რომელიც უკვე უფრო დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, ვიდრე ჩვენი უფალი იესო ქრისტე. ძალიან მტკივნეულია, ძალიან გულდასაწყვეტია ეს ფაქტი, რაზეც ვსაუბრობ, მაგრამ ეს არის სინამდვილე და რეალობა და თუ ამ რეალობას თვალი არ გავუსწორეთ, ისევ თქვენ დაზარალდებით, აი ის ბრმები და სირაქლემას პოზიცია მიღებული ადამიანები, რომლებიც სხვა სასწავლით ჭკუას, ეხლა თქვენ რო წარმოიდგინეთ, დაგარიგოთ ვიღაცა უცხოელმა ჭკუა თქვენი ოჯახის წევრების შესახებ, ხო ძალიან სასაცილო იქნება, ამიტომ თავი შეიკავეთ ამ ზედმეტი გამოხტომებისაგან, ძალიან სასაცილოები ჩანხართ, ძალიან არაადეკვატურები, რადგან როდესაც ადამიანი საუბრობს კოსმოსზე და პასუხობ კომბოსტოს, შენ ხარ სამარცხვინო, თორე იმ ადამიანს არაფერი დაუშავებია,
შენაცდი ყველა რეალობას და აბსოლუტურად მოწყვეტილი ხარ სინამდვილეს და ზუსტად ამის სარგებლობენ მოძალადე ადამიანები შენაირების არსებობით და ამას ამრავლებენ ზუსტად, რომ არ გქონდეთ ცოდნა, არ გქონდეთ განათლება, არ იცოდეთ სიმართლე, არ იცოდეთ სინამდვილე, იცხოვროთ ტყუილში, იცხოვროთ სიყალბეში, იცხოვროთ მოჩვენებით სამყაროში, ილუზიურ სამყაროში, რომელსაც ემიჯნება სინამდვილეში სახარება, რომელსაც ემიჯნება ბიბლია. დიახ, მე აუცილებლად ვიბრძვი ჩემი უფლებებისთვის, აუცილებლად ვიბრძვი იმისათვის, რომ ქვეყანაში მოხდეს სასიკეთო ცვლილებები. ეკლესიაში პირველ რიგში განსაკუთრებით, თუ ეკლესია აცდა ღვთის გზას და ეკლესიამ დაკარგა სიმართლისკენ მიმავალი დილიკი, ღმერთისგან განიძარცვება ქართული ეკლესია და უღმერთოდ დარჩენილ ეკლესიას კი ეშმაკები დაეპატრონებიან და მერე დადექი და რამდენი ილოცე, თუ ღვთისმადლი არ იქნა, თუ ადამიანებს უსამართლო დევნას დაუწყებ, თუ დრო მოჭმოსწავლებას და მოძღვრებას, რომელსაც მართლმადიდებლობასთან საერთო არაფერი გააჩნია, დანერგავ ეკლესიაში. კრიმინალებს, ლოთებს, მრუშებს, ნარკომანებს, მოძალადეებს თუ ეკლესიაში ჩანერგავ და მიანიჭებ ძალაუფლებას, მიანიჭებ უპირატესობას, მიანიჭებ წინამძღვრობას, მოძღვრობას და ასე შემდეგ. როგორ ფიქრობთ ახლა ამას ჩვენ რომ ავიტანოთ, ჩვენ რომ გადავყლაპოთ, ჩვენ რომ თვალი დავხუჭოთ, ღმერთი მოითმეს? არა, ღმერთი არ მოითმეს და ძალიან ძვირი დაუჩნდება ქართველ ერს. წუხარ, მაგრამ პატრიარქი შიო ფიქრობს, რომ ძალიან დიდი სასიკეთო ცვლილებები მოხდა ეს მისთვის, იმიტომ რომ გახდა პატრიარქი, თორე ჩვენთვის ქვეყანა დაღუპულია, ეკლესია დაღუპულია და სინამდვილეში ეკლესიას ანულირებული ავტორიტეტი გააჩნია. ზუსტად იმის გამო, რომ მიდგომები და გადაწყვეტილებები ძალიან ტენდენციურია და ძალიან არასწორია. პატრიარქ შიოს მოუწევს ჩემი მოსმენა მანამ, ვიდრე არ გავგიჟდი და ყველაფერი არ ვილაპარაკე, რაც სინამდვილეში ხდება. დიახ, მოუწევს იმის გამო, რომ მე ვითხოვ ობიექტურ და სამართლიან პასუხებს, ვითხოვ ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებებს, მე არავის გაწირვა არ მინდა, მაგრამ როდესაც ერთ ადამიანს წირავ და ერთ ადამიანს ეუბნები, რომ შენი ადგილი ეკლესიაში არ არის და მეორე მართლა ღვთისპირიდან გადავარდნილი კრიმინალი, მოძალადე და 1000 უბედური წინამძღვრად ყავს დასმული და მისგანაც გასამრჯელოს იღებ, იმიტომ რომ წინამძღვრობა როგორც პოზიცია შეინარჩუნოს და იყიდოს და ამის გამო ფულებს იხდის, აი ეს არის ერის დეგრადირება, აი ეს არის ერის გარყვნა და გათახსირება, როგორც ილია მართალი იტყვის. და შეგახსენებთ, ერის გათახსირება იწყება მაშინ, როცა ერი საკუთარ ისტორიას ივიწყებს. აი ასეთი ქცევებით ერი საკუთარ ისტორიას ივიწყებს. დიახ, მეც ეკლესიის წევრი ვარ, მეც დეკანოზი პეტრე კვარაცხელია ვარ. დიახ, ფერადი მაისურებით, რადგან ფერების აღქმაში იესოა და ესეც სალაპარაკო რო გახადეთ და ესეც რომ ტრობა გოგონიათ და ღვთისგმობა რო გოგონიათ. ღვთისგმობა იცით რა არის? ანაფორის ქვეშ რომ კრიმინალები იმალებიან და წვერებით და ანაფორით რო გატყუებენ. დიახ, მე ვიცი რომ ბევრი მაქვს სამუშაო ამ კუთხით და ბევრი მაქვს სალაპარაკო და დროთა განმავლობაში აუცილებლად ვილაპარაკებ ყველა დეტალს. მე ველოდები პატრიარქ შიოს ობიექტურ პასუხებს, ველოდები მასთან შეხვედრას, ველოდები მასთან თუნდაც საჯარო მსჯელობას და დებატებს, ყველაფრისთვის მზად ვარ. ერთი რამე იცოდეს, არ გავჩუმდები.